რუსეთში შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, ახლა რუსეთის ხელისუფლება ამერიკელ დიპლომატიურ პერსონალს მოსკოვის გარეუბანში მდებარე აგარაკზე წვდომას უკრძალავს. ეს იმ ფართო საპასუხო ზომების ნაწილია, რომელთა შესახებაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა. რუსი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს პრეზიდენტ ტრამპით მოსკოვის იმედგაცრუებას ასახავს. ეს ზომები მკაცრია და დაკავშირებულია იმ ღრმა იმედგაცრუებასთან, რომელიც დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებული ეიფორიის და ჩვენი ურთიერთობების ახლიდან დაწყების მოსაზრების შემდეგ მოხდა. ასევე არის მოსაზრება, რომ ამერიკასთან ცივი ომის ეპოქის მსგავსი დაპირისპირების ქონა პუტინის პოპულარობას რუსეთის შიგნით უფრო გაზრდეს. ამერიკული სანქციები ბუნებრივ მასობრივ ანტიამერიკულ პუტინის მხარდამჭერ რეაქციას იწვევს. პუტინი თუ მოინდომებს, შეიძლება მთელი თავისი საარჩევნო კამპანია მხოლოდ ამერიკულ სანქციებზე ააგოს. იმ დროს, როცა ამერიკული საელჩოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო და მისიები გაგრძელდება, ამ შეკვეცებით ძირითადად საელჩოს ადგილობრივი რუსი თანამშრომლები და რიგითი რუსი მოქალაქეები დაზარალდებიან. ჩემი შეფასებით, ახლა ასობით რუსი დაკარგავს სამსახურს. თუ საელჩოს პრიორიტეტულ ფუნქციებს შევხედავთ, ვიზების გაცემის ფუნქცია მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც სხვა ფუნქციები. ვარაუდობ, რომ ის რუსები, რომლებსაც შეერთებულ შტატებში გამგზავრება სურთ, აღმოაჩენენ, რომ საკონსულო განყოფილებების შემცირებული შტატის გამო ვიზების გაფორმებას ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდება. რუსეთის სამაგიერო ზომებზე პრეზიდენტ ტრამპს ჯერ არაფერი უთქვამს. თეთრი სახლის პრესმდივანი სარა ჰაკაბი სანდერსი ამბობს, რომ პრეზიდენტი რეაგირების ვარიანტებს განიხილავს.